ეროვნული ცნობიერება? ეროვნული ფასეულობები და ცნობიერება. მე არც ეროვნული ცნობიერების შინაარსი არ მესმის და არც ცნობიერების ამბობ. ეროვნული ცნობიერება საერთოდ ცოტა ესეთი საფუძვო რაღაცაა ინსტიტუციაში და ცნობიერების განვითარებაზე ზრუნავს, ანუ განათლება გასაგებია. და ცნობიერების განვითარებაზე ზრუნავს ეს არ ვიცი. ნიშნავს იდეოლოგიზაციას ადამიანებში, ხო? და ეროვნული რო წერია დამატებით, ეს ნიშნავს უკვე ნაციონალისტური იდეოლოგიზაციას. ეტყობა სხვადასხვა ადამიანებს და ამიტომ შეიძლება რომ ეს არის რაღაც ნაციონალისტური, შოვინისტური და ამბავი. ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე უნდა იყოს ცნობიერებით თავისი სამშობლოს განცდით. იმედია და ეს აღმაშენებს იგულისხმება თვითმყოფადობა. რასაც მოსულა. თვითმყოფადობა. ორი ადამიანი ხო ჩვენჩოა? ალბათობი მე გამოვიხმაურებოდი ბატონის კომენტარს. მე გამოვიხმაურებოდი კულტურის შესახებ ბატონის კომენტარს, რომელიც სფერო არის ნამდვილად ძალიან მრავალფეროვანი და მოიცავს სახელმწიფო შემოქმედებით და ზოგადად კულტურული გარემოს საკმაოდ მრავალ ასპექტს. და სწორედ ამიტომ კულტურის სამინისტროს რეკომენდაციას გაგიზიარებთ, რომ აღნიშნულ პუნქტს დაემატოს კულტურის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები განსაზღვრება ორგანული კანონით, რომელიც შემდგომ უკვე მოაწესრიგებს სხვადასხვა თემატიკას. ეს იყო რეკომენდაცია კულტურის სამინისტროს. ცნობიერება და თვითმყოფადობა. თვითმყოფადობით შევცვალოთ, კი ბატონო. თვითმყოფადობა სხვა რამეა. ცნობიერება არის და ეს თვითმყოფადობის ფასეულობები და თვითმყოფადობა. საერთოდ უნდას ეროვნული ასეთ რაღაცა რო შემოგვთავაზოთ. საერთოდ უნდას ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა, განათლების მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე. ბატონო. მე მგონი არის უკვე კარგი ვარიანტი და მე ვიღებ ბატონო.